მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ცოტა განსხვავებული ლაივი გვექნება, რადგან ერთ-ერთ დამწყებ ტიკტოკერს შევკვირდი რომ დავეხმარებოდი. ალბათ გახსოვთ ჩემი მარათონი თვეში ერთხელ რომ ვატარებ სიკეთე გადამდებიას, სადაც სხვადასხვა სიკეთეებს ვაკეთებ ხოლმე და აი ახლა ზუსტად ის მომენტუმია. და ისიც. მარიამ, მიესალმე ჩემს გამომწერებს. გამარჯობა. ანანა ქალბატონის გამომწერებო. მოკლედ, ჩვენ ახლა მივდივართ სალონში და მანამდე მე მარიამზე მოგიყვებით რაღაცებს. მარიამი არის დამწყები ტიკტოკერი, რომელიც აპირებს კონტენტის განთავსებას. ჯერ არ ყავს გამომწერები და ჩემი ხათრით თუ დააფოლოვებთ, ძალიან გამიხარდება. გვერდში დავუდგეთ და მხარი დავუჭიროთ. ჯერ მართალია არაფერი არ უდევს, მაგრამ ძალიან მაგარი იდეები აქვს და თქვენც თუ გექნებათ იდეები, აუცილებლად დაგვიკომენტარეთ. აუ, თემუკა 17, რა წამსაც გავაჩერებ, ეგრევე დაიბლოკები, გაიგე? ხო და რას ვაღებდი? მარიამ, შენც მოუყევი ჩემს გამომწერებს შენს თავზე. მე რავი, ერთი ვიდეო მინდავს მარტო და იქაც აი მარწყვის კომპოტი გადამექცა და ისეთი სასაცილო მომენტი იყო, რომ აი რა ვიცი. იცი, სასაცილო კონტენტები მგონი ჯობია ბიჭებმა აკეთონ, არა? ხო, რა ვიცი. ხო, იცი, ძალიან ცოტა პოდკასტი არსებობს გოგოსა და ბიჭის ურთიერთობებზე და თუ არის, ეგეც კოუჩები და ფსიქოლოგები ლაპარაკობენ რა და რაც ნაღდია და მართალი. ხო და ილაპარაკოს ამაზე ვიღაცამ, არა? ვაიმე, თეკლიტო კორლეონე, მეც ძალიან მიყვარხარ. კოცნი. აი ზუზრდელი ხალხი, რამდენჯერ ვთქვი რომ დაიბლოკებით მეთქი, რა გჭირთ, ვერ გავიგე. ხო და სად ვიყავი? აი ქართველი ბიჭები რატო არიან ესეთები? ფსიქოლოგები ხო ამბობენ, რომ ბავშვობის ტრავმები არისო, არა? და აი მართლა ძალიან ცუდად რო იქცევიან. ვიღაცამ ხო უნდა უთხრას, რომ აი ძალიან ცუდად იქცევით. მე კიდე შემოგივარდება და გაგინებს, მაგრამ არა უშავს პირველი ვიდეოსთვის ძალიან კაი არის, თორე ისე არ გაგივარდება TikTok-ი. ხო, რავი, მე ძალიან ცოტა ქართულ ფიჩს ვიცნობ. არა უშავს 1-2 თუ იცნობ, ჩათვალე რომ ყველას იცნობ საერთოდ. ხო, ვიფიქრებ მაგაზე. თან იცი, აი მე რომ წერერ ხოლმე ვიღაცები, ძალიან ჩვეულებრივი ბიჭები, ძალიან ჩვეულებრივი მანქანით და ძალიან ჩვეულებრივი ცხოვრებით და მე პრეტენზია აქვს, რომ რატო არ მპასუხობ? ვიღაცამ ხო უნდა აუხსნას, აი მე მეზარებად, აი ვიღაცამ ხო უნდა აუხსნას, რომ ვის, როგორ, რანაირად და რა დროს. და მე კიდე აქვს პრეტენზია, რატო არ მწერო? და რატო არ წერ? აი სკეჩებს მიდგავ? არა, რავი, უბრალოდ ხუმრობაში აკრავი. მარიამ, ხუმრობა თუ გინდა, აი ეს კლოუნი გოგოები რო არიან, იმათთან გაიარე კონსულტაცია კარგი, მე ცოტა სხვაგან ვარ, ხო? არა, რავი, ისე ვთქვი, უბრალოდ ვიხუმრე, მარფი. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ უკვე მოვედით სალონში, სადაც მე და მარიამი ჩავიტარეთ თმის გამაჯანსაღებელ პროცედურებს და თბილისის მერია. საერთოდ ვერსადრო ვერ ვაჩერებ მანქანას, მადლობა მითხარით, რომ პოლიტიკურ კონტენტს არ ვაკეთებ. სრული კოლაფსია ქალაქში. მადლობელი იყავით, რომ აპოლიტიკური გოგო ვარ. კოცნით! შენ ძალიან დიდი დრო დაგჭირდება, რომ მოხვიდე აზრზე. რატო? ნუ რავი, ახლა ვერ აგიხსნი, მაგრამ სალონში ხარ წამოხვიდათ ბიჭებს. არა, იყო სახში მერჩევნია, მადლობა. და ნახე დაგაფოლოვეს ჩემი ლაივის მერე. ჯერ არა. ნუ, I do my best. TikTok-ს თარი გაგხადო?